მოგესალმებით ბატონ გიორგი, მადლობა იმისთვის, რომ გვითმობთ დროს და იღებთ გადაცემაში მონაწილეობას. კიდევ რამდენიმე დღე ალბათ ვისაუბრებთ 4 ოქტომბერთან დაკავშირებით და დავიწყოთ აი თქვენი დაკვირვებით, თქვენი თვალით დანახული 4 ოქტომბერი რა იყო? არუმატებული რევოლუციის კუთხით, არჩევნების კუთხით, პრინციპში არჩევნებთან დაკავშირებით თქვენი პოზიცია საზოგადოებისთვის ძალიან კარგად ცნობილია, მაგრამ მაინც რადგან ეს დღე იყო ორივე კონტექსტით ძალიან მნიშვნელოვანი, ამიტომ ვსვამ ამ ფორმულირებით. მოგესალმებით კიდევ ერთხელ, მადლობა მოწვევისთვის. მირჩევნია რომ დავიწყო არჩევნებით, იმიტომ რომ თქვენ წინა სტუმარს უსმინე ყურადღებით, სანამ სტუდიაში შემოვიდოდი და უბრალოდ არ გულისხმობ ლევან სამუშიას არ ვაპირებდით საერთოდ ლელოს საუბარს და ზოგადად რაღაცა მოკეთ კიდე იმ რაღაცა გასულ დღეებსა თუ თვეებზე, მაგრამ არ შეიძლება ეს ყველაფერი დავტოვოთ უპასუხოთ. მე სიმართლე გითხრათ გაოცებული ვარ იმ უტიფრობით, რაც ახლა მოვისმინე, კიდე რაღაცა აქეთ ხელის გაშვერა და საუბარი იმაზე, რომ რაღაცა ტყულში და ფარში რატო არ მიიღეთ მონაწილეობა, თორემ მაინც შანსი გვექნებოდა რაღაცები გამოგვეგლიჯავ. ამას მეუბნება ხალხი. პრობლემაც ჯამში გახარიამ და ლელომ თავისი 10 ამორჩევლიდან 7 ვერ მიიყვანა საარჩევნო უბანზე. თავისი ამორჩევლიდან, ანუ ერთი წელიც არ არის გასული, ხო? რაღაც 2024 წლის არჩევნებიდან იქ რო ხალხმა ხმა მისცა იმ ხალხის დიდი უმრავლესობა ვერ მიიყვანა არჩევნებზე. რა ვიცი, ფულის პრობლემა ჰქონდათ, საეთერო დროის პრობლემა თუ რა პრობლემა ჰქონდათ, რომ მისულიყო კარდა ესაუბრათ მათ. ბატონ გიორგი, აი ბატონ ლევანი მაგას ამბობდა, რომ დავავშოთ დამხმარებოდნენ და უფრო მეტი ადამიანი ერთად მიგვეხმანა. ანუ რაში უნდა დავხმარებოდით? ყველა კვლევა, ყველა განწყობა. რა ვიცი, საზოგადოებაში საკმარისი იყო, რა ვიცი, ნებისმიერ ეზოში შესულიყავი და იგრძნობოდა, რომ ხალხი გეუბნებოდა, რომ ეს არ არის არჩევნები. ეს არის ტყუილი ფარში და ამ რუსულ სპეცოპერაციაში მონაწილეობა არ არის სწორიო. ამას გეუბნებოდა არა მხოლოდ ჩვენი ამორჩეველი, ამას ამბობდა ყველა ეს ადამიანი, ვინც ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგია. ამას ამბობდა მათ შორის ის ხალხი, ვინც ლელოსა თუ გახარიას ამორჩეველი იყო და ხო კარგად გამოჩნდა. ამ ეგრეთ წოდებულ არჩევნებში რამდენი ხმა აიღო ლელომ და რამდენი ხმა აიღო გახარიამ. გახარიას კანდიდატი, რომელიც არ ვიცი, მე რაღაც საშინელ სიტყვებს იძახდა აქ იმ ხალხზე, ვინც ციხეშია და ამას ამბობს ხალხი, ამას ამბობს ადამიანები ბერლინში რომ რაღაცა თბილსასტუმროებში არიან ეხა მოკალათებულნი. აი კალაძემ რამდენი ხმა აიღო, ეს არ არის მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ აი სამუში ამბობდა რომ ხომ კალაძე აიღებდა იმდენს რამდენიც მას დასჭირდებოდა, აიღებდა ბრჭყალებში, დაიწერდა იმდენს რამდენიც დასჭირდებოდა. ეს არ იყო არჩევნები. როგორ შეიძლება არჩევნები უწოდოთ იმ პროცესს, რაც არსებობს, არც საშინაო და არც საგარეო დამკვირვებელი. არა დამკვირვებელი არ არსებობდა. არა თუ ეუთოოდირია, არა თუ რაღაცა ევროსაბჭოს წარმომადგენლობები, არა თუ საერთაშორისო ორგანიზაციები. ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებსაც კი არ მისცეს დაკვირვების უფლება. კანონმდებლობაში რამდენი სჭირდებოდა ზუსტად იმდენი დაიწერეს. თბილისში არ სჭირდებოდა 100% და ბუნებრივია, ამიტომაც არ დაიწერეს და აიძულეს ვიღაცები თუ არ ვიცი, შეცდომები დაუშვეს და შეიყვანეს ამ ეგრეთ წოდებულ არჩევნებში. სადღაც 100% აქვთ მიღებული. ეს ხო არჩევნები არ იყო. მე მიმაჩნია რომ საზოგადოებამ მთელ ამ პროცესის განმავლობაში იმოქმედა ძალიან სწორად და ამ სპეცოპერაციას ის რო არ ქვია დღეს ტყუილი და ფარსი და არა არჩევნები, ეს არის პირველ რიგში საზოგადოების დამსახურება. აბა სხვაგვარად როგორ შეიძლება უწოდოთ არჩევნები იმას, სადაც კანდიდატები 100%-ით იმარჯვებენ, სადაც იმას იწერენ, რაც მათ უნდათ და ასე შემდეგ. და კიდევ ერთხელ ვიმეორებ და დაუბრუნდები იმას რა ქვია ბატონი სამუშიას განცხადებებს და რა ვიცი გახარიას წარმომადგენელთა განცხადებებს, რომ აქეთ კიდე რაღაცა ისრევისოლა ჯობია რომ ცოტა ხანი გაჩერდნენ და საზოგადოებას მართლა მოუხადონ ბოდიში. ხალხი, რომელიც საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატად ყავდათ, ბარიერიც კი ვერ გადალახა ამ არჩევნებში. თავისი ამომრჩევლის 25%-იც კი ლამის ვერ მიიყვანა არჩევნებზე. ამ ეგრეთ წოდებულ არჩევნებზე და ისრებს აქეთ ისვრიან, ეს ხო არ შეიძლება. მე კიდე მეორე ლეგიტიმაციის ნაწილზე იყო საუბარი. რა თქმა უნდა, ლეგიტიმაციის დიდი მცდელობა იყო ბიძინა ივანიშვილის რეჟიმისა ამ სპეცოპერაციაში შესვლით და რომ არა საზოგადოების პირველ რიგში, მე რა თქმა უნდა პოლიტიკური პარტიების და ძალიან ბევრი კარგი ადამიანის აქტიურობა მთელი ამ პერიოდის განმავლობაში. გულისხმობ საპროტესტო აქციებს, ხო? ზაფხულის ხელდღეებში მათ შორის ჩატარებულს, შემოდგომის დასაწყისში ჩატარებულს, მათ შორის გუშინწინდელ აქციას, რა თქმა უნდა, მას ბიძინა ივანიშვილს ექნებოდა საშუალება შეეცვალა სტატუს-კვო და ნორმალიზაცია მიიღო. ბატონ გიორგი, თქვენ არ ერთხელ ჩემი ეთერის სტუმარი და აი ლეგიტიმაციის ნაწილში მათ შორის მე დისკუსიაც ვქონია ჩვენ ეთერში ამ საკითხთან დაკავშირებით და მათ შორის თქვენი ერთ-ერთი მთავარი არგუმენტი იყო და ეუბნებოდით რომ ბოიკოტი იმიტომ არის სწორი და იმიტომ არ უნდა მიიღოს თქვენ ლელო და გახარიამ ამ არჩევნებში მონაწილეობა, რომ ივანიშვილი ამით ისარგებლებს და ლეგიტიმაციას მოიპოვებს. დღეს 4 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ 6 ოქტომბერს ივანიშვილი ლეგიტიმურია?
იმიტომ რომ ლელომ და გახარია მონაწილეობა მიიღეს. არა, ოღონდ ნახეთ, არ არის, მანამდე რატო გეგონათ მაშინ? კი, მეც ვცდილობ რომ ოპოზიცია მანამდე რატომ გეგონათ მაშინ რომ ლეგიტიმური გახდებოდა? თუ ამას დაერქმეოდა არჩევნების იქნებოდა ლეგიტიმური. ჩვენმა ძალიან არჩევნები თუ რადგან თქვენ არ უწოდებთ, ამიტომ არა მხოლოდ ჩვენ არ უწოდებთ. არა მხოლოდ ჩვენ არ უწოდებთ. ამ ქვეყნის მოსახლეობის დიდი ნაწილი არ უწოდებს ამას არჩევნებს და ამიტომაც არ მივიდა ის საარჩევნო ყუთთან. ამას არ უწოდებს არჩევნებს ჩვენი საერთაშორისო მეგობრები და თქვენ ნახეთ ის განცხადებები რაც იყო. და ეს კიდევ ერთხელ ვიმეორებ. ის რომ ბოიკოტმა მე ამ სიტყვას იშვიათად ვიყენებდი, იმიტომ რომ ეს არჩევნებთან მიმართებაში გამოიყენება და ჩემი ეს საერთოდ არჩევნებიც არ იყო, მაგრამ კი ბატონო, ბოიკოტის კამპანია მიმუშავა ძალიან წარმატებით და ამიტომაც ვერ მიაღწია ბიძინა ივანიშვილმა ლეგიტიმაციას. და ეს არის პირველ რიგში იმ ხალხის დამსახურება, ვინც ამ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში არ თანამშრომლობისა და წინააღმდეგობის რეჟიმში იყო. რავი, ხალხი ციხეში აქ საუბარი იყო 24 წლის არჩევნებთან შედარებაზე, მაშინ იქ რატომ მიიღეთ მონაწილეობა. რავი, ბატონ სამუშიას, კუპრაძეს და სხვებს. მართლა ვერ ხვდებიან განსხვავებას, რა განსხვავება იყო 2024 წლისა და არჩევნებსა და 2025 წლის რუსულ სპეცოპერაციას შორის. ირაკლი კობახიძის განცხადებები 28 ნოემბერს. დაპატიმრებული იყო, რა ვიცი, პრაქტიკულად ყველა პოლიტიკური ლიდერი, შეცვლილი კანონმდებლობა. როგორ შეიძლება ეს ყველაფერი ერთმანეთს შეედაროს? კი ბატონო, და ბატონო, რამდენიმე წუთი დარჩა და მინდა თქვენს ზოგადად სამომავლო გეგმებზეც გკითხოთ. მე ვიცი რომ კოალიცია ცვლილებებისთვის რაღაცა 4 ოქტომბერთან დაკავშირებით იმ მასშტაბის მოლოდინებს არ ქმნიდა, მაგალითად როგორც სხვა პარტიები, რომლებიც რაღაცა არ შეიძლება პირდაპირ არ ამბობდნენ 4-ში ვიწყებთ და 4-ში ვამთავრებთ, მაგრამ წმენას ამის ასხივებდნენ. თქვენ რა გზას თავაზობთ, თუნდაც თქვენი კოალიცია ახლა თქვენს ამორჩევლს, რომლებიც რთულ ვითარებაში იმყოფებით, პარტიის ლიდერების უმეტესი ნაწილი ციხეში ყავთ, არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადეთ და მომდევნო საპარლამენტო არჩევნების 3 წელი არ გვემუქრება, ესე რომ ვთქვათ. რევოლუცია ვერ მოხდა, რა რჩება, აი როგორ ამარცხებთ მაშინ ისევ იმ კითხვას ვუბრუნდები, რასაც სამამდენი წელია. როგორ ამარცხებთ მაშინ ივანიშვილს? როგორ ჩვენი რაღაც პარტია თუ კოალიცია ისე ბუნებრივია, მთელი ქვეყანა არის ძალიან რთულ მდგომარეობაში და სწორი გამოსავლები არის აპოვნელი ცხადია. ჩვენ, რა ვიცი, გაცხადებული პოზიცია გვქონდა, როგორ უყურებთ ივანიშვილის რეჟიმის დემონტაჟს, ეს არის არ თანამშრომლობისა და წინააღმდეგობის გზა, არ თანამშრომლობის შედეგია სწორედ ის, რომ პოლიტიკური პატიმრები გვყავს. მათ შორის ჩვენი კოალიციიდან ყველა ლიდერებს გულისხმობ და უამრავი ადამიანი და წინააღმდეგობა არის ისაც ხდება თბილისში რუსთაველის და ძალიან მნიშვნელოვანი იყო გუშინ ასევე რუსთაველის გადაკეთება, რომელიც გაგრძელდება დღესაც და მანამ სანამ ივანიშვილის რეჟიმის დემონტაჟი არ მოხდება და სხვადასხვა ტიპის საპროტესტო აქციები. ოღონდ იცით რა არის, ხო, მე მესმის, რომ 4 ოქტომბერმა იმედგაცრუება ბიძინა ივანიშვილისადმი პრაქტიკულად განწყობილი ადამიანების ნაწილში გამოიწვია და ეს, რა ვიცი, მოსაუბრელიც იყო, ხო, ერთის მხრივ ვერავინ ვერაფერი გამოგლიჯა და მეორეს მხრივ 4 საათში დასამთავრებელი რევოლუციაც არ ახდა და ორივე რა თქმა უნდა იყო ძალიან ესეთ მოსალოდნელი ამბავი. ამის შესახებ როგორ ხედავთ, ანუ პროტესტი გრძელდება უწყვეტად, აი 300-ზე მეტი დღე გავიდა დაუშვათ, აი კიდევ 200 დღე გრძელდება პროტესტი, აი რაღაც ეტაპზე ივანიშვილი არ ვიცი, იღლება ამ პროტესტით და მიდის თუ აი როგორ წარმოგიდგენიათ მისი დამარცხება, იმიტომ რომ არჩევნების გზით ვერ ხედავთ, რევოლუცияსაც დიდად არ გჯეროდათ და რა გზა რჩება მაშინ? ჯერ მე არ მithქვია ზოგადად რევოლუციის არ მჯერა ამ ქვეყანაში, მშვიდობიანი რევოლუციის არათუ ჯერ არამედ ქონდა ბედნიერება ყოფილიყავი მონაწილეც ამ ქვეყანაში მშვიდობიანი რევოლუციის და მართლა მოხდა. ოღონდ რა მიგვიყვანა ხო ჩვენ აქამდე თავის დროზეც და რა უნდა მიგვიყვანოს ეხლაც. ეს არის რაღაცა სწორი თანმიმდევრული პოლიტიკის წარმოება პოლიტიკური პარტიების მიერ ქვეყანაში და საზოგადოების აქტიურობა, ხო, რაც ასევე ალბათ ყველაზე უფრო მნიშვნელოვანია. საგარეო მხარდაჭერასთან ერთად ეს არის მთავარი რეცეპტი ზოგადად რუსული ტიპის რეჟიმების ჩამოშლის. იმიტომ რომ 4-ში არ იყო რაღაცა სიტუაცია ისე, როცა შესაძლებელი იყო იმავე დღეს დასრულებული იყო რეჟიმი. და ამას ჩვენ ძალიან წინასწარ ამას ვამბობდით ხოლმე. 300 დღის თავზე თუ ესეთი სიტუაცია ვერ შეიქმნა, რომ რაღაცა მომხდარიყო ეს რევოლუცია, მაშინ დასუსტება რეჟიმის, დასუსტება რეჟიმის. მე მიმაჩნია, რომ ამ 300-ზე უკვე მეტი დღიანმა პროტესტმა ძალიან მნიშვნელოვნად დაასუსტა რეჟიმი. რეჟიმი არ არის კარგ მდგომარეობაში. მესმის, რომ აქეთაც ვიღლებით, თუმცა უნდა შევხედოთ და ვნახოთ ის გამარჯვებები, რაც გვაქვს მათ შორის რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში უკვე მიღწეული. ის რომ სანქცია არ მუშაობს ხელისუფალთა რეჟიმის წარმომადგენელთა განცხადებები ხო ტყუილია და ყველა კარგად ხედავთ რომ სანქციები მუშაობს. ხო შორის
ლეოსა და გახარიას ამ ეგრეთ წოდებულ არჩევნებში მონაწილეობამ მიმაჩნია, რომ მნიშვნელოვნად შეასუსტა ის სანქციები, რომელიც შეაძლოა ამ პერიოდშიც კი ყოფილიყო რეჟიმის წარმომადგენლებზე და იმედი მაქვს, რომ ეს კიდევ უფრო მეტად გაგრძელდება მათ შორის მეგობარი აქტის განხილვაც და იქნება მიღებული ისევე როგორც სანქციები ევროპიდან. ის რომ მათ ისინი არალეგიტიმურები არიან და არ არიან აღიარებულნი ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან, ეს არის გამარჯვება ქართველი ხალხის და ეს არის დასუსტება რეჟიმის. ბოლო-ბოლო ერთპარტიული პარლამენტი აქვს მას, ქართული ოცნების ოფისი აქვს რეალურად საქართველოს პარლამენტის შენობაში და ასეთ ადამიანებს ხელს ჩინეთშიც კი აღარ ჩამოართმევენ ცოტა ხანში და გახსოვთ რომ ბოლოს არც კი მიიწვიეს. ანუ მიზანმიმართული ბრძოლა, პროტესტი, მათ შორის მრავალფეროვანი პროტესტი ქუჩიდან, მტკიცე პროტესტი, არ თანამშრომლობა, არ გარიგება რეჟიმთან, საერთაშორისო მხარდაჭერასთან ერთად მიგვიყვანს იქამდე, რომ რეჟიმი ჩამოიშლება ისე, როგორც ჩამოიშალა 2003 წლის 23 ნოემბერს შევარდნაძე, 2004 წლის 6 მაისს ასლან აბაშიძე და ასე შემდეგ. და მშვიდობიანად მოხდება მათი დასრულება. კი ბატონო, მადლობა. მადლობა თქვენ. ძალიან დიდი მადლობა. მადლობა ბატონ გიორგი კირთაძე იყო ჩვენი ეთერის სტუმარი.